ხორბალი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურა ჩვენს ქვეყანაში, მარცვლეული კულტურები ჯამში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში, ასევე მისი ტრადიციიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე, დღეს ქონდა შეხვედრა ფერმერებთან, მეხობრებლებთან, რომელიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეგიონიდან განხილული იყო ყველა ის გამოწვევები, რომელიც ამ დარგის წინაშე დგას სხვადასხვა რეგიონთან მიმართებით კლიმატიდან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა გამოწვევები ერთიან ჯამში ნამსჯელი იყო იმ მექანიზმებზე თუ რა შეიძლება რომ არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობილი აუცილებლად გვექნება ამ მექანიზმებთან დაკავშირებით მსჯელობა სოფლის განვითარების სააგენტოსთან და გათვალისწინებული იქნება მაქსიმალურად ის მოთხოვნები რაც ფერმერებს ჰქონდათ მოგხსენებათ საქართველოში უხვიდალექია რამაც გამოიწვია გარკვეული პრობლემები მეხობრობის მართულობით მინისტრთან ქონდა პოზიტიური შეხვედრა აღუქვა დახმარება შეძლების დაგვარად და ჩვენს ვართ კარგი მოსავლის და კაი მოლოდინების რეჟიმში ასე ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის კერძოდ ფერმერებისთვის, რადგანაც პრობლემები ჰქონდა და ვისაუბრეთ მაგ პრობლემებთან და სამინისტრომ დაგვისახა მაგ პრობლემების გადაჭრა შეგვფრინდნენ და დაუბრუნებულია გადაგვიჭრიან კიდევაც. ბევრი ახალი რამე მოვისმინეთ მასთან დაკავშირებით ნადარბაზების წყალსაცავთან გაგვცეს პასუხი რომ ხვალიდან იწყება უკვე იქ წყლის გადასროლა და დაგროვება ნადარბაზების ტბაში და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე სარწყავი წყალი გვექნებოდა სარწყავი წყლის პრობლემა ჩავთვალოთ რომ მოგვარებული გვაქვს. ეს ფერმერებისთვის ყველა დიდი არის რაც კი პრობლემები არსებობს. ანუ ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ხუთმატონი მინისტრი გვესაუბრა ხორბლებთან დაკავშირებით, ფასებთან დაკავშირებით, შოკვით და ყველაფერს და პრინციპში კმაყოფილებით მივიდივართ, რაც ჩვენი პრობლემები იყო მოგვარებად ჩავთვლით.